plate on the table. Journalist. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ფორმულა 5-ზე ბრუნდება ახალი ამბებით, მე სოფო ვარდიაშვილი. ყველა სისხლის სამართლის საქმე სჭირდება სახელი. ამ პროცესის სახელი უნდა იყოს გამარჯვებული ადამიანების საქმე. მე ვარ ცალკე გამარჯვებული ადამიანი, რომელსაც მომეცა საშუალება, რომ ამ ბიჭების გვერდით მებრძოლა. ამ ემოციური გამოსვლით დაასრულა საბოლოო სიტყვა სინდისის 11 პატიმრის პროცესზე ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ. ის ჯანუარ ჩაიასა და გური მირცხულავას ადვოკატია. ახლა სასამართლოს რეზო კიკნაძის ადვოკატი მიმართავს, მანამდე კი დასკვნითი სიტყვები თქვეს ონისე ცხადაძისა და ვალერი თეთრაშვილის ინტერესების დამცველებმა. ამით ადვოკატების ნაწილი დასრულდება. მომავალ სხდომაზე უკვე ბრალდებულების საბოლოო სიტყვები უნდა მოვისმინოთ. მთელი ეს პროცესი მომავალ კვირაში უნდა დასრულდეს და განაჩენიც გამოცხადდეს. როგორ გრძელდება 11 პირის პროცესი, გიორგი კვიჟინაძე გვეტყვის, ის მთელი დღე უსმენს ადვოკატების მიმართვებს. საკმაოდ საინტერესო და ემოციური იყო ადვოკატ ომარ ფურცელაძის დასკვნითი სიტყვა, რომელიც ჯანუარ ჩოიასა და გური მირცხულავას ინტერესებს წარმოადგენს. ომარ ფურცელაძემ განაცხადა, რომ 11-ვე სინდისის პატიმარი არის გამარჯვებული ის ბიჭები, რომლებიც ახლა საბრალდებო სკამზე ხედან და განაცხადა, რომ ის თავადაც გამარჯვებულია, რადგანაც იბრძოდა ამ ბიჭებთან ერთად. მან სათითაოდ ჩამოთვალა 11-ვე სინდისის პატიმრის სახელი და გვარი. მან დაასრულა დასკვნითი სიტყვა, რასაც მოხვა დარბაზში მყოფი ადამიანების მხრიდან ოვაციები და ტაში და არც დააყოვნა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა და დარბაზ გაჩერებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა გაძევებით და სხდომის დახურვით. ამის შემდეგ უკვე უპასუხა ომარ ფურცელაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს და თქვა, რომ მან დაასრულა და ახლა ჯერი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილზეა, რომ დაასრულოს ის უსამართლობა, რომელიც ამ 9 თვის განმავლობაში სინდისის პატიმრების თავს ხდებოდა. ყველა სისხლის სამართლის საქმე სჭირდება სახელი. ამ პროცესის სახელი უნდა იყოს გამარჯვებული ადამიანების საქმე. გამარჯვებული ბიჭების სხდომა, იმიტომ რომ ძმები ტერიშვილების სახელსა და გვარს ამ ქვეყნის ისტორია შეინახავს სამარადჟამოდ. გამარჯვებულია ონისე ცხადაძე, მიუხედავად იმისა, რომ შესვით გალიაში ვერაფერი უშველეთ მის იუმორს. გამარჯვებულია ანდრო ჭიჭინაძე, ციხეშია, მაგრამ მაინც აგრძელებს მწვერვალების დაპყრობას. გამარჯვებულნი არიან ჩვენი მეგობარი უკრაინელები, რომლებიც არსად და არასდროს არ წყვეტენ სწორმხარეს დგომას. გამარჯვებულები არიან ლუკა ჯაბუ და ვაკო თეთრაშვილი. მათი ნათელი მომავალი რომ მოვა. ეცოდინებათ ის მსხვერპლი, რაც ამისთვის გაიღეს. გამარჯვებულია რევაზ კიკნაძე, რადგან სხდომათა დარბაზში არ ყოფნის დროსაც მისი ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმოდა. გამარჯვებულია ირაკლი ქერაშვილი, რადგან გარეთ ელოდებათ ქეთუნა ქერაშვილი და ქეთუნა დანელია. გამარჯვებულია ჯანო არჩაია, როცა გაიზრდებიან მისი შვილიშვილები, გამართულები ივლიან ქუჩებში. იტყვიან, რომ მათი ბაბუა არის მარადიული ჯარისკაცი, რომელსაც არ შეუწყვეტია ბრძოლა ამ ქვეყნისთვის. გამარჯვებულები ვართ მე და გური მირცხულავა, რადგან ჩვენი შრომით შევინარჩუნეთ დისციპლინა და წაგართვით გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შესაძლებლობა. მე ვარ ცალკე გამარჯვებული ადამიანი, რომელსაც მომეცა საშუალება, რომ ამ ბიჭების გვერდით მებრძოლა. ამ სიტყვები დაასრულა სწორედ ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ საკუთარი დასკვნითი სიტყვა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის მას საკმაოდ ვრცელი დასკვნითი სიტყვა იყო, ქონდა სადაც ისაუბრა დეტალურად პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით და მათ შორის ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, თუ როგორ ახდენდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ზეწოლა სასამართლოზე და როგორ სამაგალითოდ სჯის
ქართული ოცნება სინდისის პატიმრებს. ომარ ფურცელაძემ გაიხსენა ივანიშვილის პრემიერის კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით და პირდაპირ უთხრა მოსამართლე გალუსტაშვილს, რომ ამ სიტყვებით და ამ განცხადებებით ცდილობდა ქართული ოცნება, რომ მოეხდინა თქვენზე ზეგავლენა, თუნდაც ზეგავლენა გამოიხატა მისი მტკიცებით დღეს სასამართლო პროცესზე, რომ 9 თვის განმავლობაში, როდესაც აღკვეთ ღონისძიებას სინჯავდნენ მხარეები, პატიმრობაში ტოვებდა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იმის მიუხედავად, რომ არ არსებობდა ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც საჭირო იქნებოდა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. გარდა ამისა, ისაუბრა პოლიციელების მხრიდან ჩადენი დანაშაულებებთან დაკავშირებით და მან შედარება მოიყვანა მაშინ, როდესაც ომარ ფურცელაძის თქმით პოლიციელები ემუქრებოდნენ აქციაზე მყოფ ქალებს, გაუპატიურებით ძალადობდნენ მოქალაქეებზე, აქტივისტებზე, სასტიკად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამ ფონზე არც ერთი პოლიციელი დასჯილი არ არის, თუმცა საპირისპიროდ სამაგალითოდ სჯიან სინდისის პატიმრებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. მან მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს რამდენჯერმე მიმართა და უთხრა, რომ არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება იმისა, რომ სამართალდამცველები დაუძახოს იმ ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობდნენ და მან ასევე ციფრები მოიყვანა, რომ 500-ზე მეტი ადამიანი არის პოლიციის მხრიდან სასტიკად ნაცემი და ნაწამები. ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა დროს მინიმუმ 10 იზოლირებულ შემთხვევაში ცხადად და პირდაპირ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე. რა დროსაც იგი ბრალდებულებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი ტერმინებით, მათ შორის როგორიც არის უსინდისო და სხვა. ნებისმიერი ნეიტრალური დამკვირვებლისთვის ქმნიდა განცდას, რომ მის მიერ დაკავებული პოზიციის გათვალისწინებით აღნიშნული წარმოადგენდა გარკვეული ტიპის დაკვეთას სასამართლოსადმი, მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამასთან ზემოაღნიშნული პირი ბრალდებულების დაკავებასა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას იხსენიებდა როგორც პრევენციულ ღონისძიებას, მიმართულს მესამე პირთათვის გარკვეული შიშის შესაქმნელად. შესაბამისად, დასკვნითი სიტყვა არაშესაძლებლობად, არამედ პირდაპირ ვალდებულებად მიმაჩნია, ვისაუბრო 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით განვითარებულ მოვლენებზე. ბოლო, მოგვიანებით 5 დეკემბრიდან 26 აგვისტომდე ბიჭების მიმართ ნაწარმოების დისკრედიტაციის ორკესტრირებულ კამპანიაზე, რომელსაც სათავეში ედგა ირაკლი კობახიძე. სრულიად სახელმწიფო მანქანა ეწეოდა სასამართლოს დისკრედიტაციას ბოლო 5 თვის განმავლობაში და თქვენ ვერ გაბედეთ გამოგეთქვათ კრიტიკა და სულ მცირე დისკომფორტი. თქვენ არ გაქვთ სამართლებრივი უფლება სამართალდამცველები დაუძახოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გოგოებს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ძალადობდნენ მოქალაქეებზე. ჩვენ მოსმენილი გვაქვს მათი დამოკიდებულები. განცხადებები აქვს სასამართლო დარბაზშიც. პირები, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე, ემუქრებიან გაუპატიურებით, სიცოცხლის ხელყოფით. 500-მდე ადამიანია მათი ძალადობის მსხვერპლი. ვერ ჩაითვლებიან სამართალდამცველებად. ნებისმიერი ის ქმედება, რაც ჩადენილია ბრალდებულების მხრიდან, არის პასუხი მოძალადეებზე. მუხლის შემდეგი ელემენტი თავდასხმაა, რომელიც თავის თავში მოიცავს ისეთ აგრესიულ აქტს, რომელიც მიმართულია პირის ჯანმრთელობის, სიცოცხლის ან ქონების დაზიანებისკენ. რომ ბავშვიც ვერ მოიფიქრებდა და ბავშვიც ვერ დაიჯერებს იმას, რომ მძიმე საგნებს ისროდნენ ბრალდებულები. უკეთესი ტერმინი ვერ მოიფიქრეს, რას ნიშნავს მძიმე? ვისთვის მძიმე? ჩემთვის თუ ლაშა ტალახაძისთვის? მძიმე რამდენია? 3 კილო თუ 10? მოკლედ ასეთი დასკვნითი სიტყვა ჰქონდა ადვოკატ ომარ ფურცელაძეს, რომელიც თითქმის 2 საათის განმავლობაში წარმოთქვაოდა სასამართლოს ხდომათა დარბაზში. ახლა დასკვნით სიტყვას ამბობს რეზო კიკნაძის ინტერესების დამცველი გუჯა ავსაჯანიშვილი და ასევე დღესვე დასკვნით სიტყვას ავარაუდოთ იტყვიან კუხარჩუკისა და სივაკოვის ინტერესების დამცველიც. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს საქმე არის კულმინაციაში, დარჩა სულ რაღაც ალბათ ერთის ხდომა, რის შემდეგადაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რომელზეც ადვოკატების მტკიცებით პროკურატურამ ერთი მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინა, რომლითაც სინდისის 11 პატიმრიდან ერთ-ერთის ბრალდებულება მაინც დადასტურდებოდა. გიორგი კვიჟინაძე გვიყვებოდა სინდისის 11 პატიმრის საქმეზე. რამდენიმე დღეში ალბათ მომისჯიან, მე კი ის უფრო მეწყინება თუ დიდი რაოდენობით არ გამოვა ხალხი გარეთ. ამბობს სინდისის 11 პატიმრიდან ერთ-ერთი რეზო კიკნაძე ის ციხიდან წერილს აგზავნის. ამბობს, რომ თუ ხალხი არ გააპროტესტებს, რეჟიმი უარეს გააკეთებს. რეზო კიკნაძე წერს მზია ამაღლობელისთვის 2 წლიანი პატიმრობის მისჯაზეც და ამბობს, რომ ვიდრე ის ციხეშია, ქვეყანას ნორმალური ცხოვრების უფლება არ აქვს.
რამდენიმე დღეში ჩემს განაჩენს გამოაცხადებენ. მისჯაზე მეტად ის მეწყინება იმ დღეს 100,000-ობით კაცი რომ არ გამოვიდეს აქციაზე. განაჩენი დაჭერის გამო უსამართლობას რომ არ მოვითმენთ, იმის საჩვენებლად უნდა ვიყოთ ამდენი. ეგრეთ წოდებული 11 კაციანი ჯგუფის განაჩენით კი ნოემბრის აქციაზე ტყუილად დაჭერილთა საქმეები მთავრდება და თუ ამაზეც არ გამოვიდა ხალხი და გავუტარეთ, მერე ხომ კვლავ იკადრებენ იგივეს და უარესას. არ აქვს მნიშვნელობა წლებს რომ ჩამოგვაკლონ და თვეები მოგვიწვიოს, მაინც არ უნდა ვიყოთ ამის თქმაყოფილნი. ვინაიდან ერთ დღესაც არ ვიმსახურებთ აქ ყოფნას. ძალიან გამიკვირდა მზიას მისჯის შემდეგ მთელი ქვეყანა რომ არ გამოვიდა გარეთ. მოიცა 2 წელი ტყვეობაში ყოფნა დაიმსახურა? ან თუნდაც 2 დღე. მადლობა უთხრათ ხუთის ნაცვლად 2 წელი რომ ჩავსვით, თქო? სულ რომ სასამართლოდან გამიშვან, მაინც არ ვიქნები რამეზე მადლობელი საერთოდ. მოკლედ, სანამ მზია ერთი დღე მაინც ციხეში ზის, ნორმალურად ცხოვრების უფლება არ გვაქვს, არავის. და რითაც დავიწყი, ემით დავამთავრებ. რამდენიმე დღეში ალბათ მომისჯიან. მე კი ის უფრო მეწყინება თუ დიდი რაოდენობით არ გამოვა ხალხი გარეთ. სულ ცოტა დარჩა ვადის ამოწურვამდე, როცა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდა გადაიხედოს. 31 აგვისტომდე 2 დღით ადრე კი ქართული ოცნება, რომელსაც არც ერთი პირობა არ შეუსრულებია, კვლავ შეთქმულების თეორიებს ავითარებს. პარტიაში რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკობენ და ამის დამგეგმავად ევროპელ ბიუროკრატებს ასახელებენ, რომლებიც Deep State-ს ექვემდებარებიან. შეუსრულებელი პირობებისა და გაძლიერებული რეპრესიების ფონზე კი ოცნება მიიჩნევს, რომ ევროპის მიდგომებია მის მიმართ არასამართლიანი. ევრობიუროკრატიამ ჩაიგდო ხელში ყველაფერი. ამის უკან დგას Deep State. Deep State-ს თავის გეგმები აქვს, რომელიც არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებას. გაცილებით უფრო ფართოა ამოცანება. და აი ამ ვითარებაში წარმოიდგინეთ რა გამოწვევებია საქართველოს წინაშე. და უნდა გადაიყვანონ პროპაგანდა მხოლოდ იმაზე, რომ აი თუ ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს, თუ კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, რას იზავთ, რას ელოდებით, ჩვენ ველოდებით სამართლიანობას. ჩვენ არ ველოდებით არანაირ სანქციას, ვინაიდან ეს არის უსამართლო და ჩვენ რასაკვირველია ვიბრძოლებთ იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესი არ განვითარდეს. საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმება სავარაუდოდ იქნება განხილვის თემა ევროპელი მინისტრების შეხვედრაზე დანიაში, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქართულ ოცნებას კი არათუ ევროკავშირის პირობები არ შეუსრულებია, არამედ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. საფრთხე, რომ რეალურია, აცხადებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მუშაობენ ევროპელ პარტნიორებთან, რომ უვიზოს შეჩერება არ შეეხოთ მოქალაქეებს, არამედ მხოლოდ ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებს. დანიაში საგარეო მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი საქართველოზე, რადგან 2 დღეში იწურება ის ვადა, რომელიც ევროკავშირმა განუსაზღვრა ივანიშვილის რეჟიმს კონკრეტული მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა რა თქმა უნდა, არანაირი ილუზია, რომ ივანიშვილი ამ მოთხოვნებს შეასრულებდა, ჩვენ არ გვქონია. უვიზოს დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს და ამ საფრთხის წინაშე ქვეყანა და საქართველოს მოქალაქეები დააყენა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა, თუმცა ჩვენ მუშაობთ ევროპის დედაქალაქებთან. ამ მიზნით შევხვდით მათ შორის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკის, იმიტომ რომ სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი დროებითი შეჩერების მექანიზმის შერჩევითად გამოყენება არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ კონკრეტული პირების მიმართ. რადევს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საბოტაჟის საქმეში. დოკუმენტაციას ოცნების მთავრობის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს. როგორც ირკვევა, მძიმე ბრალდებას პროკურატურა სამართლიან არჩევნებს 18 რესპირატორისა და 20 დამცავი სათვალის შეძენის გამოუყენებს, რაშიც ორგანიზაციამ 1200 ლარამდე გადაიხადა. სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა კი 260 ლარად 20 პირბადე იყიდა, 1000 ლარად კი 120 სათვალე. ტელეიმედის რეპორტაჟის მიხედვით 12 ნიღბის 5 სათვალის 12 საწვიმრისა და 4 სახის მთლიანი ნიღბის ყიდვას ედავებიან საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას. სოციალური სამართლიანობის ცენტრს კი საბოტაჟად 35 ბინტის, 35 სადეზინფექციო ხსნარის, 35 ეგრეთ წოდებული სანტავიკის, 127 რესპირატორის, 2 აეროზოლის, 10 დამცავი კეპის, 20 სათვალის, 35 წიწაკის სპრეის შეძენას უთვლიან.
რეალურად მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ და არანაირი კავშირი არ აქვს იმ აბსურდულ ბრალდებასთან. 2 წელი ჩვენ ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან თითქოს სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსები არ არის გამჭვირვალე და ამიტომ მიიღეს პირველი რუსული კანონი, ივანიშვილის ფარა თუ ასე შემდეგ და ახლა თურმე აღმოჩნდა და თავად აღიარეს, რომ ძალიან კარგად აქვს ცნობა ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციასთან თუ გადარიცხვასთან და როცა დასჭირდათ, აგერ უკვე ვხედავთ, რომ პროპაგანდისტულადაც ასე ვთქვათ, აფრიალებენ აი ამ შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვიყავით ყოველთვის მართალი. ჩვენთვის სრულიად აბსურდულია და დაუსაბუთებელი ჩვენი ორგანიზაციის განხილვა ამ გამოძიების ფარგლებში. ის შეძენა, რომელიც ფიქსირდება, უკავშირდება ველზე მომუშავე ჩვენი თანამშრომლების დაცვას და ეს არის რამდენიმე ერთეული ცალის საშუალება, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს გვჭირდებოდა. მეორეს მხრივ, ჩვენ რა თქმა უნდა ვეწეოდით სამართლებრივ მხარდაჭერას პროტესტის მონაწილეების, მათ წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ვიცავთ ამ ადამიანებს ადგილობრივ დონეზე სტრასბურგის სასამართლოში. და ეხლა რასაც იმედი აქვეყნებს აი მონაცემებს იქ რაღაც ციფრებს, ძიმეებს ისე წერენ, ხო რომ რაღაც ვიღაცა შეიძლება ბევრი მოეჩვენოს. ხო ჩვენ შემთხვევაში ეს რაღაც 2000 ლარამდე ოდენობის თანხა, სადაც ჩვენი ოფისისთვის რაღაც სამედიცინო საშუალებებიც არის ნაყიდი. ხო, იმეც რომ ჩაუვარდა ესეთი, ანუ ასე ვთქვათ, სახელმწიფო მისცა, ჩვენ გვესმის იმედი არის პროპაგანდისტული მედია. ქართული ოცნების რეპრესიების მორიგი კრიტიკული შეფასება უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებელთა გლობალური ქსელი კიდევ ერთხელ გმობს ოცნების მთავრობის განგრძობად ძალისხმევას, რომ დახუროს სამოქალაქო საზოგადოება, შეზღუდოს ძირითადი თავისუფლებები და ძირი გამოუთხაროს მოქალაქე დამკვირვებლების ქმედებებს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაში ენათქვამი, საერთაშორისო ქსელი ეხმიანება 7 არასამთავრობოსთვის ანგარიშების დაყადაღებას, რომელთა ნაწილიც ამ გლობალური ქსელის წევრია. პროკურატურის ქმედებები არის შურისძიება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სახალხო პროტესტის გამო, რომელიც დაიწყო მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. ნათქვამია განცხადებაში. მასში წერია, რომ ეს ნაბიჯები ზღუდავს კანონიერ საჯარო დისკურსს და ძირს უთხრის დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს. ასევე წინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დეკლარაციას. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პროკურატურის ძალისხმევა აშკარად ძირს უთხრის მომავალი ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ თვითონ გაისროლა თუ ესროლეს. საგარეჯოში მომხდარიდან 50 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა პროკურატურას ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე არ წარმოუდგენია. საგამოძიებო უწყებისგან კითხვებზე პასუხს და ახსნა განმარტებებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მოითხოვს. ის მომხდარს რიჟვაძის მკვლელობის მცდელობას უწოდებს. ხაბეიშვილი ექსპერტიზის დასკვნების გარდა უწყებისგან ოფიციალურ ინფორმაციას ითხოვს ალექსი ახვლედიანის სტუმრების შესახებ. ვინ იყო 6 ივლისს მის სახლში და იყვნენ თუ არა მათ შორის მამუკა მდინარაძე და ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობა ალექსი ახვლედიანის სახლში საგარეჯოში მოხდა. თვითონ ახვლედიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, მას იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. 30 დღეზე მეტი გავიდა თორნიკე რიჟვაძის მკვლელობის მცდელობიდან. არსებობს უმნიშვნელოვანესი კითხვები, რაზეც პასუხები ამ დრომდე არ არსებობს. 50 დღეში არავის არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა. თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა, ესროლეს თუ მაგალითად ზურგიდან ესროლეს. მკვლელობის მცდელობის დღეს ვინ იყო თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სახლში საგარეჯოში? იყო თუ არა მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებული იმ დღეს იმ სახლში? მამუკა მდინარაძე არ იყო ვიღაცები კომენტარს რომ აკეთებენ, არა. ოფიციალური ვერსიით პროკურატურას არ უთქვამს, იყო იმ დღეს იმ სახლში თუ არ იყო. 50 დღეზე მეტი გავიდა და არანაირი კამერის ჩანაწერები არ გაუსაჯაროებია პროკურატურას. არ უჩვენებია რა ავტომობილებით მივიდნენ, ვინ იყვნენ სახლში და ეს კამერები ხომ არსებობს ამ მდიდარი ადამიანის სახლში, სადაც ეს მოხდა. ახვლედიანი, რომლის სახლშიც მოხდა და რომლის იარაღითაც მოხდა. ეს კაცი თავისუფალი რატო დადის? გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე. ახლა არ დაიწყოთ რომ რაღაცა საავადმყოფო უკაცრავად, მაგრამ ერთ თვეზე მეტია ეს კაცი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება.
ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები კოპენჰაგენში განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან. არაფორმალურ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოება და რუსეთის აგრესიული ომის შეჩერების საკითხებია. განსხვავებული პოზიციებია უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხზე, თუმცა ერთსულოვნებაა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გამოყოფასა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე. პარალელურად ურსულა ფონ დერ ლაიენის სპეციალური ვიზიტი ლატვიაში იმყოფება, სადაც ასევე უკრაინის თავდაცვის საკითხები განიხილება. ევროკომისიის პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ზურაბ პეტროსიანი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და მოგვიყვება უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ. სოფო ძალიან დატვირთული დღის წესრიგი არის დღეს მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე დაწყებული კოპენჰაგენიდან ბრიუსელი, რიგა, ვაშინგტონი. ყველგან განხილვის მთავარი თემა არის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება და რუსეთის შეკავება. გუშინდელი დღის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ეს მდგომარეობა და მას შემდეგ რაც მოლაპარაკებების მცდელობის მიუხედავად პუტინმა მორიგი სასტიკი დარტყმა მიიტანა კიევზე, რომელსაც 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შეიცვალა, შეიძლება ითქვას, დაგეგმილი დღის წესრიგი და დღეს უკვე თავდაცვის მინისტრები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ დამატებით რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისთვის, რომ ერთის მხრივ უკრაინამ გააძლიეროს თავისი თავდაცვის უნარიანობა და მეორეს მხრივ მოხერხდეს პუტინის შეჩერება. კოპენჰაგენში დღეს არის დაგეგმილი, სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ალბათ პრესკონფერენცია, რომელზეც გავიგებთ თუ რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, რაც შეეხება უკვე ხვალ, იქნება ანალოგიური მსჯელობა, ოღონდ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და უკვე ჩანიშნული არის ის, რომ განხილვის თემებს შორის იქნება მათ შორის სანქციები, რომელიც დამატებით უნდა დაუწესდეს აგრესორს, როგორც თქვით, აი ეს აჯენდა შეიცვალა განსაკუთრებით გუშინდელი თავდასხმის შემდეგ. რა ვიცით წინასწარ დღევანდელი სხდომის შესახებ, ანუ რა გადაწყვეტილებებზე შეიძლება იმსჯელონ თავდაცვის მინისტრებმა, ეს არის ის, რომ ქვეყნები ცალ-ცალკე და ერთად ევროკავშირი აძლიერებს ხარჯებს, რომელიც გაწეული იქნება ქვეყნის და ზოგადად ევროპის კონტინენტის თავდაცვის უნარიანობის გასაზრდელად. გარდა ამისა, უკრაინა უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიებით, ეს იქნება და იყო უпростоრად მსჯელობის საგანი და აი აქ არსებობს გარკვეული განსხვავებები ქვეყნებს შორის, მაგალითად ზოგიერთი ქვეყანა ამბობს, რომ უნდა გაიგზავნოს ჯარები, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართული ფრონტის ხაზზე უკრაინის თავდაცვაში, მაგრამ ქვეყნების ნაწილი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ რომ გააგზავნონ შეიარაღება, მაგრამ არა ჯარები. როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ესეც ფაქტობრივად რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. დამატებით ასევე გავიგეთ ის, რომ ევროკავშირი თავის მხრივ მიმართავს კიდევ ახალ პაკეტს დახმარებისა, რომელიც ასევე მოხმარდება განსაკუთრებით უკრაინის ცის დაცვას, ვინაიდან გუშინ თავდასხმა, სწორედ სარაკეტო თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ასევე დრონებით, რომლებსაც აქტიურად იყენებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დასაბომბად. რადგან გეოპოლიტიკური სიტუაცია მოითხოვს ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას, მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვყოფთ მეტ თანხებს ამისთვის. დანია 2026 წლის ბიუჯეტში დამატებით 10 მილიარდ კრონას გამოყოფს თავდაცვის ხარჯებსა და უკრაინის მხარდაჭერისთვის. როდესაც ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ეს მხოლოდ მათ უსაფრთხოებას არ ეხება. ეს მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხია. სამშვიდობო მოლაპარაკებების იმედის ჰქონდა რუსეთის მხრიდან მოუმწიფებლობა. ჩვენ ვხედავთ რა ხდება უკრაინაში. გუშინ კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 23 ადამიანია მოკლული. ის, რასაც პუტინი აკეთებს, ცხადია, რომ დროის მოპარვა. იმისთვის, რომ მეტი ადამიანი მოკლას, ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ უკრაინისთვის საუკეთესო უსაფრთხოების გარანტიები იქნება უკრაინის წევრობა ნატოში, მაგრამ რადგან ამას დრო სჭირდება, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ რაიმე სხვა გამოსავალი. ესტონეთმა მსურველთა კოალიციის პირველივე შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის კონტრიბუციისთვის უკრაინის დასახმარებლად. პარალელურად ამ წუთებშიც ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება რიგაში, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა და განცხადებები სულ რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. მანამდე უმაღლესი ლიდერები იმყოფებოდნენ დრონების ქარხანაში, იმ დრონების ქარხანაში, რომელიც არის ახალგახსნილი რიგაში და ეს ქარხანაც უზრუნველყოფს ევროპის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას. ორივე ლიდერმა განცხადებები გააკეთა, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხზე და ცალკე იყო აღნიშნული ის, რომ შეუძლებელი არის საუბარი ევროკავშირის და ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების საკითხებზე, თუ არ იქნება დაცული მისი აღმოსავლეთ საზღვარი. ასევე ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის, რომ 2030 წლამდე უნდა იყოს მაქსიმალური თანხები მიმართული სწორედ თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე და მათ შორის აღმოსავლეთ საზღვრების დაცვის კუთხითაც.
სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის რეალურ სურვილს, რომ დაასრულოს ომი. ასევე ჩვენივე ისტორია გვასწავლის, რომ მოსკოვს მხოლოდ ძალის ესმის. ამიტომ ვამბობთ, რომ საჭიროა რუსეთის დასუსტება. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვის უნარიანობას და ვაძლიერებთ ჩვენს საზღვრებს. სწორედ ამ მიზნების ფარგლებში დავათვალიერეთ ქალბატონ ურსულასთან ერთად დრონების მწარმოებელი ქარხანა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ დახმარებების შესახებ, რომელიც შეგვიძლია გავუწიოთ უკრაინას თავდაცვის უნარიანობის გასაზრდელად. უკრაინის უსაფრთხოება არის ლატვიისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროპა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაცული, თუ მისი აღმოსავლეთ საზღვარი არის დაცული. სწორედ ამიტომ ვარ აქ. ლატვიისა და ზოგადად ბალტიის ქვეყნების წუხილი არის რეალური და ამას რუსეთის ბრუტალური ომი აგერ უკვე მეოთხე წელია ადასტურებს. პუტინი არის მტაცებელი და ლატვია მე ძალიან კარგად იცის. უკრაინის თავდაცვა და სიძლიერე ეს არის ჩვენი პირადი სიძლიერე და სწორედ ეს არის 800 მილიარდიანი თავდაცვითი გეგმის ლოგიკა, რომელიც 2030 წლამდე მოვა სისრულეში. და ამ ფონზე რა პასუხი აქვს რუსეთს? დამატებითი განმარტებები დღეს გააკეთეს როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე პუტინის პრესპიკერმა. რუსეთი პრინციპში პოზიციებს არ იცვლის, აქ საუბარი არის იმაზე, თუ რას ითხოვს პუტინი, ეს აქამდეც კარგად ცნობილი იყო, ეს არის ტერიტორიების დათმობას, ასევე დღეს მარია ზახაროვამ გააჟღერა კარგად ნაცნობი სიტყვები, რომელთაც დაიწყო ომი, ეს არის დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია და ასევე ის მოითხოვს რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების ეგრეთ წოდებულ დაცვას უკრაინაში. გარდა ამისა, ამ განცხადებებიდან გავიგეთ ის, რომ რეალურად პუტინი ახლა დროის მოგებას ცდილობს, ოფიციალურად ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან შესახვედრად ვოლოდიმერ ზელენსკისთან პირისპირ, თუმცა ამბობენ, რომ ეს შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს და პოზიციები, რომელიც აქვს რუსეთს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ამ შეხვედრას არანაირი შედეგი არ ექნება. სამშვიდობო შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას და ნეიტრალურ სამხედრო კავშირებისგან და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსის განსაზღვრას. ასევე დოკუმენტი უნდა მოიცავდეს არსებული ტერიტორიული სტატუს-კვოს აღიარებასა და რუსული ენისა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების უზრუნველყოფას, ასევე კანონიკური მართლმადიდებელი მოსახლეობის დაცვას. ასე რომ უსაფრთხოების გარანტიებში უნდა იყოს ხაზგასმული საკითხები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რუსეთის უსაფრთხოებასთან და არა უკრაინის შეიარაღებულ ცხოველად ქცევა. ცხოველად, თუ არ ვიცი როგორ თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ხო, ფოლადის მაჩვსყარბად. Я напомню вам позицию президента Путина. პრეზიდენტი პუტინი არ გამორიცხავს მსგავსი შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ნებისმიერი უმაღლესი დონის შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული, რათა მასზე შესაძლებელი იყოს იმ შედეგების მიღწევა, რომელიც მანამდე ექსპერტების მიერ იქნება შემუშავებული. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ინტერესსა და მზაობას მოლაპარაკებების მიმართ. ჩვენი პოზიციები ცნობილია და ისინი წერილობითი ფორმით გადაეცა უკრაინულ მხარეს. და ამ წუთებში როგორც იყო დაანონსებული, უკვე კოპენჰაგენში დაიწყო მინისტრების განცხადება, თქვენ პირდაპირ ტრანსლაციის კადრს ხედავთ პირდაპირ ეთერში, ახლა საუბრობს კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ ეს არის შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართა კოპენჰაგენში და საუბარი იყო თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომლებიც უკრაინისა და ასევე მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ, ხვალ ანალოგიურ ფორმატში შეიკრიბებიან უკვე საგარეო საქმეთა მინისტრები, რაზე შეთანხმდნენ და როგორი იქნება ეს განცხადებები და რაც თავია შედეგები ამ შეხვედრის. ფორმულას მაყურებელი უკვე მომდევნო გამოშვებაში მოისმენს და გაიგებს. მადლობა, ეს ზურა პეტროსიანი იყო. შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით. ამის შესახებ თეთრ სახლში მაღალ ჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა ატლანტიკს იწერს. ტრამპს უბრალოდ სურს ომის დასრულება და სულ ერთია როგორც იტირებს გამოცემა მაღალ ჩინოსანს. ამავე წყაროს თქმით, თეთრ სახლში ამბობენ, რომ უკრაინას მოუწევს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ტერიტორიულ საკითხებზე მსჯელობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების საწარმოებლად ორკვირიანი ვადა დაასახელა, რომელიც მომდევნო კვირას იწურება. მაღალი ტარიფები, სანქციები ან პროცესიდან გასვლა კი არის ის, რასაც ოფიციალური ვაშინგტონი მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში განიხილავს.
პრეზიდენტი რას ფიქრობს? ვინაიდან ამაზე ვესაუბრე. ის ბედნიერი არ იყო ამ ამბით, მაგრამ გაკვირვებულიც არ იყო. ეს ორი ქვეყანაა, რომელიც დიდი ხანია ერთმანეთთან ომში. რუსეთმა ეს თავდასხმა განახორციელა კიევზე და უკრაინამ აგრეთვე ცოტა ხნის წინ დარტყმა მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მათ ფაქტობრივად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% გაანადგურეს თავისი დარტყმებით აგვისტოს განმავლობაში. ასე რომ პრეზიდენტი აგრძელებს იმაზე ყურადღებით დაკვირვებას და ეს მკვლელობები სამწუხაროდ გაგრძელდება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს. შესაძლოა ამ ომის ორივე მხარე თავად არ არიან მზად ამ ომის დასრულებისთვის, მაგრამ პრეზიდენტს ამის დასრულება სურს და ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებსაც ასევე უნდა სურდეთ ამის დასრულება. ვფიქრობ, პრეზიდენტი ამ საკითხზე დამატებით განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებს. შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ბევრ საკითხზეა თანხმობა. ხანდახან არის საკითხები, რაზეც ეს თანხმობა არ არის. რაც ყოველთვის მაწუხებდა ამ ურთიერთობის შესახებ იყო არა იმდენად უკრაინული მხარე, არამედ კერძოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. ზელენსკი ვაშინგტონში ჩამოვიდა და უკან 50 და 100 მილიარდით ბრუნდებოდა ყოველგვარი რეალური მიზნის დიპლომატიის გარეშე იმაზე, თუ რას იყიდდა ან რას მოხმარდებოდა 100 მილიარდი და ყოველთვის ეს მაწუხებდა. იმაზე გაცილებით მეტად, რომ ზელენსკი ვაშინგტონისაგან დახმარებას ითხოვდა. ის მაწუხებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ ქონდა ომის დამთავრების გეგმა. არანაირი დამაჯერებელი თეორია იმის შესახებ, თუ როგორ მოაგვარებს დამატებით 100 მილიარდი პრობლემას. და ეს ყველაფერი ფულის ორმოს გავდა, სადაც პრობლემას ფულს ვაყრიდით და ამ პრობლემის მოგვარების რეალური გეგმა არ არსებობდა. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. არ გვინდა, რომ რუსეთმა მთელი ქვეყანა დაიპყროს. ასევე ვფიქრობთ, რომ ომმა მიაღწია ისეთ ეტაპს, სადაც ვერც რუსები და ვერც უკრაინელები რეალურად ვერაფერს აღწევენ ომის გაგრძელებით. ყოველთვის საუკეთესო, მათ შორის ამერიკისთვისაც მკვლელობების შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების დადება იქნებოდა. დაბოლოს ფეხბურთი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მუშაობას ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს. კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 33 წლის ნახევარმცველმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიკა კვეკვესკირმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა, მისი ზუსტად შესრულებული 11 მეტრიანი იყო გადამწყვეტი საქართველოს საბერძნეთის პლეი-ოფის ისტორიულ ფინალში, რომელმაც ჩვენს ნაკრებს ევრო 2024-ის საგზური მოუტანა. კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 წლის განმავლობაში 2015 წლიდან იცავდა. სადებიუტო მატჩი გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარა, ხოლო ბოლოს ნაკრების მაისურის სომხეთთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მოირგო. დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე თურქეთსა და ბულგარეთთან მოახლოებულ შეხვედრებზეც ილაპარაკა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის საწყის ორ მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში გამართავს, 4 სექტემბერს თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7-ში ბულგარეთს. ორივე შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. ძალიან დიდი პრივილეგია არის რომ იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, შეიტანო კონდეს იმის საშუალება, რომ შეიტანო მომავალ წარმატებებში შენიწვლილი და ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, სადაც ყველაზე ძალიან ბედნიერი ვარ და არაფერს არ დავიშურებ იმისთვის, რომ ეს ნდობა, რომელიც ძალიან დიდია და ვიცი რამ ხანდობა და პასუხისმგებლობა იყო აქ, წარმოადგენდა შენს ქვეყანას გავამართლო და გავუმართლო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დადებითად და სასიამოვნოდ ისაუბრეს ჩემს მიმართ და ცოტა შემცვა კიდეც. ასე რომ მადლობა ყველას, ძალიან დიდი. თურქეთი ძლიერი და ამბიციური გუნდია, მაგრამ ვფიქრობ გვაქვს პოტენციალი დასახულ მიზნებს მივახციოთ. სექტემბერში რთულია თამაში, რადგან სეზონი ახალდაწყებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. დავაბრუნებ თუ არა სამცველიან ტაქტიკას. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა დავალებები შეასრულონ. ტაქტიკური სქემა იმაზე იქნება დამოკიდებული დაცვის სისტემასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ნაკრებში მოსვლის შემდეგ ვცდილობ გუნდში ახალგაზრდების ინტეგრაცია მოხდეს. ამჯერად ორი დებიუტანტი გვყავს, გიორგი აბუაშვილი და ნოდარ ლომინაძე. არიან სხვა საინტერესო მოთამაშეებიც, გიორგი კვერნაძე და ნიკა გაგნიძე. თაობათა ცვლა და გუნდის გადახალისება ბუნებრივი პროცესია. ამით გემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ. რეკლამის შემდეგ გელით კომენტარი თამარ ბაღაშვილთან ერთად. ნაწარმოები